საღამომშვიდობისა მივესალმები რუსთავის ტელემაყურებელს და ლოტო 642-ის მოთამაშეებს და განსაკუთრებით რა თქმა უნდა იმ ადამიანებს, ვინც სპეციალურად დღეისთვის შეიძინეთ ბილეთები, შეავსეთ შესაბამისი ციფრთა კომბინაცია და ახლა ელოდებით თქვენს იღბალს. იღბალი ნამდვილად თქვენს მხარეს იქნება თუ მოიგებთ ისეთ თანხას, როგორიც არის ჩვენი ჯეკპოტი, რომელიც შეადგენს დღეისთვის 1,864,143 ლარს, თითქმის 2 მილიონ ლარს მიუკაკუნა უკვე ჩვენმა ჯეკპოტმა და დროა გავათამაშოთ. მეორე კატეგორიასაც გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ გათამაშდა, 41,000 ლარს გასცდა. მეორე კატეგორიაც შესაბამისად საკმაოდ სოლიდურია და სხვათა შორის მესამე კატეგორიაში 10,000 ლარზე მეტია ეს გვახსოვს წინა გათამაშებიდან ვერ გავათამაშეთ და დღეს ძალიან დიდი შანსი გაქვთ იმისა, რომ მოიგოთ ძალიან მსხვილი თანხები და ნუ ყოველ შემთხვევაში მე პირველი კატეგორიის ჯეკპოტის გათამაშებას გისურვებთ და მოგება 716 ტირაჟია ეს. ახლა გადავინაცვლებ რა თქმა უნდა ღილაკისკენ და წარმატებას გისურვებთ თქვენ კიდევ ერთხელ. აბა 3-2-1. აი ესე ახმაურდა ჩვენი ლოტოტრონი როგორც ყოველთვის და დაველოდებით ახლა ფერთა და ციფრთა კომბინაციას, რომელსაც შემოგთავაზებს ჩვენი ლოტოტრონი. ვნახოთ რა გახსნის დღევანდელ გათამაშებას. 15 მოგორდა ჩვენთან და სწორედ მან დაიგავა ეს პირველი პოზიცია, პირველი მომგებიანი ბურთის დღევანდელ გათამაშებაში. 15-ის მერე რა მოდის? რა თქმა უნდა 16 და აი ისიც. გვაქვს 15 და 16 და ვნახოთ მოვა თუ არა 17. 17 არა, მაგრამ 27 მოვიდა. ესე იგი გვაქვს 15, 16, 27 ყვითლები ლიდერობენ დღეისთვის და წითელმა მე რა დავაშავეო და შემოგვიგორდა 12. ეს გახლავთ უკვე მეოთხე მომგებიანი ბურთი და ველოდებით მეხუთე მომგებიან ბურთს და ის გახლავთ ნომერი 3. მეექვსე მომგებიან ბურთსაც დაველოდებით, რომელსაც შემოგთავაზებს ლოტოტრონი და მეექვსე მომგებიან ბურთი ძალიან მნიშვნელოვანია ჯეკპოტის გასათამაშებლად და 14 შემოგთავაზა დღეისთვის ლოტოტრონმა და ბონუს რიცხვის დროც დადგა. 27 გახლავთ ბონუს რიცხვი. გადავიმეოროთ კიდევ ერთხელ ტრადიციისამებრ 15-ით ვიწყებთ, 16, 27, 12, 3, 14 და ბონუს რიცხვი 27 შემოგთავაზა ჩვენმა ლოტოტრონმა. დაველოდებით ახლა უკვე ჩვენ გამარჯვებულებს და რა თქმა უნდა შედეგებს, რომელიც აი აქ გამოჩნდება ძალიან მალე. თუმცა მანამ სანამ შედეგებამდე მივალთ, აუცილებელ პირობას შეგახსენებთ, ეს არის გათამაშებიდან გათამაშებამდე ერთი ბილეთის შეძენა. მაინც და ძალიან მცირე თანხა თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მილიონერი თავისთავად ცხადია. ამისთვის არსებობს რამოდენიმე გზა. შევდივართ loto.gz-ზე და ვავსებთ სასურველ კომბინაციას. ასევე შეგიძლიათ ყველა დიდ სავაჭრო მოლში მდებარეობს სერვის ცენტრი, მიბრძანდეთ იქ და შეავსოთ ასევე თქვენთვის სასურველი კომბინაცია და მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან კარგად იციან ლოტო 642-ის მოთამაშეებმა, რომ მდებარეობს ლოტოს ჯიხურები და აქაც თავისუფლად შეძლებთ რა თქმა უნდა თქვენთვის სასურველი ციფრთა კომბინაციის შევსებას. მაჟასე დროა შედეგების და ვნახოთ დღეისთვის რა შედეგებია. მეოთხე კატეგორიაში გვყავს ერთი გამარჯვებული 1857 ლარი მოიგო მან. მიულოცოთ რა თქმა უნდა ამ ადამიანს. მეხუთე, მეექვსე კატეგორიებში ტრადიციულად ბევრი გამარჯვებული, სულ 78 ადამიანი გავახარეთ დღეს. რაც შეეხება მესამე კატეგორიას, უკვე 13,000 ლარზე მეტია. დღესაც ვერ გათამაშდა, შემდეგ გათამაშებაში კიდევ უფრო მეტი შანსი გაქვთ იმის, რომ კიდევ უფრო მეტი თანხა მოიგოთ. ასევე მეორე კატეგორია რჩება გაუთამაშებელი და ჯეკპოტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელიც უკვე 2 მილიონ ლარამდე, ასე რომ არ დაივიწყოთ ერთი ბილეთი მაინც. წარმატებულ საღამოს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს.